ვარ ანდრია აბაშიძე 7 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ხატვა და მუსიკა. აგრეთვე ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. უკვე 5 თვეა ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მახსოვს პირველი დღე ვესტ ჯორჯიაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ცოტათი ნერვიულობდი. 10 წუთი ვივაჩე და შემდეგ დავიწყე თამაში. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. სწრაფად დავბივარ და ამიტომ დამაგერე მასწავლებელმა შეტევაში. ძალიან მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემს კარიერაში უკვე გატანილი მაქვს 15 კარგი გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მოწინააღმდეგემ მისცა მისიას, რომ ჩემ კარიერის ხარეს იყო მოწინააღმდეგე შებრუნებული და უცებრო ვერ დაინახა, დავარტყიე ჩეხებაში და გავიტანა გოლი. ვესტ ჯორჯიაში გვაქვს მწვანე ფორმები. მე ახლა ვთამაშობ 3 ნომრით. მე მინდა მქონდეს ნაირისფერი ფორმა, უკანა წეროს 10-იანი და აბაშიძე. ჩემი წვრთნელია კახა კაცარავა. ის არის მამაცი, უშიშარი და კეთილი. ძალიან უყვარს ფეხბურთი და ბავშვები. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებშიც სიამოვნებით ვითამაშებ 10 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, მერე გადავალ ბარსელონაში და მერე გადავალ რეალ მადრიდში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშავ 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ უნდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა ხატვარ გამოსულიყავი, იმიტომ რომ ხატვა ძალიან მიყვარს. მე ვიცი მთის ხატვა, ზღვის ხატვა, ცის ხატვა და სახლის ხატვა. ყველაზე რთული არის ცის დახატვა. ყველაზე ადვილი არის სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი, არ მიყვარს შავი ფერი. ჩემი ნახატები არ გამიყიდია და მინდა გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 5 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდიდი სასახლეს, გემს და მანქანას. 20 წელს რო გავხდები ვიყიდი თეთრ სუბარუს. მე მგონი ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 20 წლის. ჩემი ცოლი იქნება ყველაზე ლამაზი და მზეთუნახავი. შვილებს ავაქმევ ნიკას, ნიკოს, ლიზის და ელენის. ჩემს ცოლს დავარქმევ ელისაბედს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ არის მოედანი, კარგი კლასელები ყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკო პატარიძე. ყველაზე ცელქია ნიკო დავითაც. ყველაზე მშვიდი არის ელენე ბოლქვაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, ჭკვიანი, სიმპათიური და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ნათია ქედელიძე, იმიტომ რომ არის გულთბილი, მოსიყვარულე და მხიარული. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ ბევრ საქმეს გავაკეთებ. სახლის ცხოვრობ მე, ჩემი და დედა და მამა. კიდე მინდა ვყავდეს 1 ძმა და 2 და. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ანასტასია. ანასტასია არის ცელქი, ჭკვიანი და პრანტია. ჩემი აზრით ანასტასია რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის მამაცი, უშიშარი და ძლიერი. დედიკო არის ლამაზი, შრომელი და მოსიყვარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ჩემი საყვარელი საწმელი არის ხინკალი. ჩემი ცოლი ყველას გემრიელად გააკეთებს ციციბურას. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბულერბიელი ბავშვები. დადასრული ჯოხი რომ მქონდეს, ყველა ავადმყოფს მოვარჩენდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი სვანეთში და თურქეთში. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ფუმფულა თეთრი ლეკვი.
წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისა ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი შეყვარებულთან ერთად, მაგრამ ჯერ არ მყავს. შედეგი მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად გამხიარულება, დედას ჩახუტება და საჩუქრების ჩუქება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.